სტენდაპი გამახსენდა რა, როცა თქვიო კავშირი რაღაცა შორისო. სტენდაპერები ძალიან ხშირად ესე პატარა კავშირებს დაინახავენ ამ თემით და მაგარი შედაცილოა ხოლმე. გავრცელებულია. მე ძალიან ვიცი, ძალიან მიყვარს სტენდაპ ფორმულა, მაგრამ ანუ სტენდაპი რაღაცა ფორმით არა ისე გულწრფელი როგორც უნდა იყოს, როგორც არის და სინამდვილეში ჩაფიქრებული იყო, არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. რატო არ იყო იცი სტენდაპი იმას, რომ სტენდაპის თავი პრინციპი არის შენ ყველაფერს ყვები პირველი პირიდან. აიღე ნებისმიერი სტენდაპერი. ჩართავ იწყებს. გუშინ ვიყავი მაღაზიაში და მორჩა. ანუ შენ ამბავს გიყვება. და იქ ადამიანები მაგ პერიოდს ვიხსენებ, ხა კომუნიზმის პერიოდს და რაღაც. და მეერეც სტიქიურად აქეთაც წამოვიდა იქ ფილარმონიაში კონცერტების დროს. რაღაცა ეგრე რაღაცას ფაქტებს ყვებოდა ზოგად და იქ ყოველობდა ისტორიებს, რაღაცა კურიოზებს ყვებოდნენ ხოლმე. თავის ამბავს, თავის გამოცდილებას ყვება სტენდაპერი და სტენდაპის დაუწერელი კანონი არის ეს. ლაპარაკობს შენ პრობლემებზე და შენ პრობლემებზე აცინებ ადამიანს. შენს ირგვლივ სამყაროს თავაზო. ხო, აი ძალიან ხო გიყვარს. ძალიან მაგარი ჟანრი. ძალიან მაგარია და ჩვენშიც აი მაგ ხა რა ერქვა იმას, რო გამოდიოდნენ ფილარმონიაში. იუმორინა, ხო რა თქმა უნდა. იუმორინას ჰქონდა ესეთი ფორმა მაგის რაღაც, მაგრამ როგორ თქვა, ცოტა ესეთი აი ხა ჩვენ ახალგაზრდული როგორც არის, გულწრფელობის ხარისხია. აი რაც რომ მაღალი გულწრფელობის ხარისხი გაქვს, უფრო მაგარი სტენდაპია. ზუსტად. დღევანდელ დღეს ხო არიან ბიჭები, რომ სტენდაპებს აკეთებენ. ძალიან აი შენ გუნდში იყო მურთაზი. მიყვარან ძალიან, იმიტომ რომ ეხლა ჭიდაობენ ისეთ სფეროსთან, რომელიც ჩანასახის დონეზეა საქართველოში და აუცილებლად ეს დონე აიწევს და იქნება კარგი მიმართულება იუმორის გაჩნდება. ამის მჯერა და გულშემატკივრ ყველას ვინც აკეთებს ამას. საერთოდ თემა ნიჭიერად აკეთებენ, ნაკლებად ნიჭიერად არ გამოსდით, მაგრამ ეს ცდა, შედეგის პროცესია და ეს უღილი აუცილებლად დაიწურება და აი კარგი ღვინო დადგება ყველაფერი. აი ხო, აი ეს მინდოდა რომ შემეკრა ის რომ რას ფიქრობ დღევანდელ სტენდაპზე საქართველოში აქვს თუ არა ის თქო პერსპექტივა, რასაც უკვე თქვი, მაგრამ აი რო განვავრცოთ, როგორი იქნებოდა უფრო კარგი თუ იქნებოდა ესეთი რამე თუ გიფიქრი, აი რას ურჩევდი ალბათ სტენ ქართულ სტენდაპერებს, რომ უფრო ბევრ თუნდაც მასაზე გავიდნენ, თუნდაც უფრო ხუმრობები როგორი ითქვან და ეს აი ესეთი რამე თუ გამომდინარე იქიდან რომ არ ვარ სტენდაპერი და ეგ იუმორის საკმაოდ სუყე მიმდინარეობა. ალბათ მაინც ზოგადი იქნება ჩემი რჩევა, რასაც არის ის რომ აი რაც არის პრინციპი თავარ სტენდაპი ილაპარაკონ ბევრი საკუთარი თავიდან და საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე. ეხა იყო პერიოდი, ეხა ცოტა იკლო, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეს ჟანრი ყველაზე აყვავდა და მე მგონი იქ დაიბადა, არ ვიცი, ხა სტენდაპის ისტორიას არ ვიცი. ხო, არის, მე დაიბადა, მაგრამ იმდენად გამჭოლი იყო, რომ ადამიანები მიდიოდნენ სტენდაპზე, რომ გარკვეულიყვნენ პოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის პრობლემებში, მოწყობაში, სად რა ხდება, ანუ იგებდნენ ამ ყველაფერს იდეალური ფორმით, ანუ ადამიანი იყვება ამას, საკუთარ თავს დასცინის, ამ დროს ირიბად მაინც გამოდის, რომ სისტემასაც გადასწვდება, სადღაც თქვა შეექმნა ბიუროკრატია, სადღაც მივიდა, იქ იმას დასცინის, იქ იმას, მაგრამ შეფუთვა არის და სწორი მოწოდების ფორმა ის, რომ მაინც საბოლოოდ მე შემემთხვა ეს რა. მეც არ ვარგივარ ეთყობა რახან ვერ მოვერგი ამ თქვათ მთავრობისგან შემოთავაზო რაღაც მყაყე წესებს და იქ ვერ ჩავჯექი და ის პრობლემა შემექმნა იქ და ასე შემდეგ. დრამატურგიულად ძალიან გავს სცენარის დაწერას რა ნებისმიერი ფილმისას თუნდაც, იმიტომ რომ იქ ჩაჭერა უნდა იყოს იმაზე, რომ აი რაღაცა პრობლემა და მე ამის გაშლა, რა თქმა უნდა, ლაღათ იუმორის მოშველია. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ უნდა კონდეს ნებისმიერ სტენდაპს, რომ გამოდიხარ ეს ღერძი
რომელზეც მე ტოტებს შენ თვითონ იუმორისტულ ტოტებს აბა, მაგრამ ეს ღერძის გარეშე სტენდაპი არ არის სტენდაპი, სხვა რაღაცაა, რაღაც ის სხვა ჟანრი შეიძლება დაარქვა. და გულწრფელი ვახსენე, რა თქმა უნდა, გულწრფელობა არის თავი. ყველაზე მაღალი ხარისხი. ერთი რა, უამრავი განსხვავება არის, თქვა ახლა ამერიკაში როგორც არის განვითარებული მაგის ბოდიში და არ დამისრულებია პრობლემა. მაგის თქმა მინდოდა, რომ უკვე პოლიტიკური გავლენის მომხდენი გახდა ეგ მიმდინარეობა პროცესებზე იმ დიდ ქვეყანაში, რომელიც თითქოს ყველა მხრიდან დაცულია და იქ რაღაცა ყველა უსაფრთხოება ყველაფერს მინიჭებული და იქ არე უსაფრთხოებაში და ყველაფერზე კონტროლი არის, რომ არ გაგვექცეს და იყო პერიოდი, რომ გაიქცა სიტუაცია და რაღაც ამომრჩევლები, ეგენი ყველაფერს ამომრჩევლების ხმებით ითქვა. ამორჩევლების რაღაც ნაწილი ამ მიმდინარეობამ ტექტონიკა გამოიწვია და მე რაღაცა მარწუხები დაიწყეს, იმიტომ რომ აი ესეთი თავისუფალი სტილის სტენდაპები რეგულარულად უყურებ მე. უკვე აღარ არის რა რაღაცა. ან შეიძლება რაღაც ისა პიკი გადაიარა და ცოტა ეხა ქვევით მოდის. ძალიან ბევრები არიან ეხლა ამერიკაში. ადრე იყო ანზარ ჯორჯ კარლინი მაიკებია ყველგან სალენებს. ქალაქში ერთი 10-15 მინიმუმ არის პატარა ქალაქშიც. მაგის თქმა მინდოდა მე რომ აი ვისაც უსმენ მე ძალიან მიყვარს სტენდაპი და აი ვისაც კაი სეტი აქვს გაკეთებული, ეს სპეციალური ჩაწერა, ხო? შენობა კორიფეებს, ხო? აი კორიფეებს, მაგრამ აი როგორ მივიდა მაგამდე, ხო, რომ სპეციალური ჩაწერა. რაღაცა მოიგონა ხუმრობა. მე რას open mic-ზე გავიდა საკათ, იქ ცადა, რაღაცაზე გაეცინათ, რაღაცაზე არა, მაგრამ მე მიხვდა როგორ უნდა დაინავროტებინა ისე, რომ უფრო წამოიღოს იცილი. სხვაგან სადა, მე კიდე სხვაგან და აი ეს ხუჯერ ერთი ხუმრობა სხვადასხვა ადგილებში თქვა და რაღაც მიიღო ფორმა როგორ უნდა მიაწოდოს ეს ხუმრობა ისე რომ სასაცილო იყოს. კი. მაგრამ იქ პრაქტიკა აქვს ტიპებს ბევრი. აქაც შეუძლია წავიდნენ, აქაც სხვა ქალაქში ჩავიდნენ ისა რომ აქ სადონ რომ დახვეწონ თავიანთი ნამუშევარი ნაწერი და აქ მგონია რომ თითქოს აი ესეთი თავისუფლება ქართულ სტენდაპერებს რომ გამოსცადონ თავიანთი ხუმრობები თითქოს არ აქვთ. და მაგაში შეზღუდულები არიან, ანუ შეიძლება იშვიათად შეიძლება კონდეთ ეს გამოსვლა და იქ უკვე რაც აქვს იმას იტყვის და არ იქნება სასწაული. კარგი ხანია მურთაზთან შეხება მაგ თემასთან დაკავშირებით. სულ თხოვს ხოლმე და რაღაც ვერ მოვიცალე რომ დავესწრო ლაივს. იდეაში ტექნიკური საღამო კეთდება, სანამ ოფიციალური გამოსვლა იქნება კომიკოს და ამ ტექნიკურ საღამოზე ცდის თავის ახალ დაწერილ მასალას. და არ ვიცი ეგ პრაქტიკა აქვს თუ არა მურთაზის და მაგ კომანდას. ეგ არის კარგი იმისთვის, რომ დაზღვეული ხარ შენ რო გონია რომ ყველაზე ადვილი და სასაცილო გზა იპოვე ამ ორ რაღაცა შორის შეიძლება ეგ ობიექტურად ეგრე არ იყოს და ობიექტურობა არ უნდა დაკარგო არასოდეს, იმიტომ რომ იუმორი სიტყვა შეიცავს, სასაცილო უნდა იყოს ბევრისთვის, რასაც გაიხუმრე. ამიტომ ალბათ კარგია ეს ტექნიკური საღამოები და სიამოვნებით მაგალითად დავესწრები ტექნიკურ საღამოს უფრო ვიდრე რაღაც აი არ მეყვარს კი მანსანკანში ხანდახან სვამდნენ ხოლმე ჟიურში და რაღაცა უსიამოვნო შეგიძლია მაქვს ადამიანს რომ ხუმრობას უფასებ. მე ვიცი ხუმრობის შეფასების ერთი კრიტერიუმი აპლოდისმენტები, როცა კაი შუტკას ეკრიბა და ბუნებრივი სიცილი და ის თუნდაც კამის გრევა კინოთეატრში. ეგ არის სტრუქტურულად რო ჩაუშალო რო შენ ხუმრობას აკლდა. ხო და ანუ მაგ დროს შემიძლია რჩევის სახით თქვა რომ ეს ხუმრობა ამოიღე. ამოდენიმე ჩემნაირი ადამიანი რომ დაისწრო ტექნიკურ საღამოზე და გასინჯონ, მაგას ქვია ფაქტიურად სეთის გასინჯვა, ანუ სეთი ხო აწყობილი აქვს იმას რა არის მე. მუშაობა იმაზე რომ სუსტი ადგილები ამოქაჩოს. ესე რომ სტენდაპერებს გამოარჩევდი? ქართველებს? არა ქართველებს. ვინ ქართველებს კიდე კორიფეებს ესე. მე გეტყვი ერთ საინტერესო დაკვირვებას რომ
ძალიან რო შევჯექი ამ სფეროზე და რა თქმა უნდა იქიდან მოვყევი შაპელები, ლუისკები, ვინც არიან? ამერიკის მამები. ოღონ არა ეს ჯეფერსონი და სტენდაპის მამები. ერთ პერიოდი რაღაცა მოვიწყინე, რატო? იმიტომ რომ ძალიან თავის ქვეყანაზე ყვებოდა და კი, სასაცილო იყო ყველაფერი და მოვიწყინე რომ რატომ უნდა ვიცინო ამდენი ამერიკის პრობლემებს. ანუ შური არ ქვია ამას. უფრო დავსევდიანდი რომ რატო აქ არ არის ეგეთი ადამიანი, რომელიც მაგრამ აცინებს. ეხლა ამ პანოპტიკუმზე რაც ხდება ამ ქვეყანაში და ამოიდებს იღლიაში დაწყებული პოლიტიკოსი და დამთავრებული სკოლის მასწავლებლამდე და ყველა სფეროს რო აკენწლის. ხო და გავჩერდი შიმშილი გაჩნდა. შიმშილი გაჩნდა რა ვქნა და მაგ პერიოდში კაკრას ზუსტადაც მალე წამოიწია მაგ სფერომ თან კარგად რუსეთში. ხო და აი უკვე დამწო კომედი კლუბი უკვე გავლილია. ხო. აქეთა პერიოდს გეუბნებს რაღაც მაქსიმუმ 5 წლის. და მე გადავერთი აქ და დავიწყე გულის ფხანა, იმიტომ რომ ტერი ის იმაში წიაღში გამოზრდილი კაი ტიპი როგორ დასცინის მტერს. იმიტომ რომ კომედი კლუბი ჩვეულებრივი სახელმწიფო ორგანიზაცია გახდა. კი. დაივარცხნა, იქ არხიც ისეთია, რომელზეც გადის, რომ დავარცხნილი არხია. ვითომ ხუმრობები და ამ დროს ესე რომ უყურებ, ხო, რა კარგად გავიხუმრე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ხო. ანუ underground კომიკოსები გაიჩითნენ, რომლებიც აი გულს ბხანენ, მიყვარან თქვენ გენაცური ნაწილი ახლა სხვათა შორის საქართველოში არის გამოპარული მაგ ომის დაწყების შემდეგ. ძალიან მაგრები. ეხლა არის ტენდენცია, რომ იქ თუ გაძლევენ ნებისმიერი სახით იუმორისტული პროდუქტის წარმოების საშუალებას, იქ უკვე ცენზურიანი ხარ. იქ რაღაცა სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს. ინტერნეტშიც კი. ამიტომ ტიპები, რომლებიც ახლა იქ მაგ სივრციდან გარეთ არიან, ისინი არიან კაი ტიპები. და იყო თბილისში სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ იგივე მათი მონაყოლიდან გებულობდი, რომ თბილისში ვარ ახლა. სადღაც აქ იყო რა, გამოქცეული იმ საშინელებას. აი ეგ ამბავი მაგალითად ქართულ რეალობაში არსად გაქცევის გარეშე დღესაც შეგვიძლია ვაკეთოთ. სტენდაპერები მააკეთონ. დაცინონ, გაათახსინონ, გააცამტვერონ, 4-ში ამოიღონ ყველა ის ადამიანი, რომელიც უნდათ. ანუ შეზღუდვა მაგ მხრივ ხო არ გვაქვს ხა მაგის გამო. მაქსიმუმ შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოს უძმაოდ რაღაცა ჩვენზე. ან ვიღაცა მოგიგზავნოს უბნელი ვიღაცა და ძმაო არ შეიძლება. მაგრამ მაგაზეც უნდა იკაიფო, მაგაზეც უნდა დაცი. ხო.